ჩვენში დამკვიდრებულია ნიეთის თურქული ტერმინოლოგიით გაკეთება, მაგალითად ევლა ნამაზი, იქინდი ნამაზი და ასე შემდეგ. ამ ტერმინების ნაცვლად ქართულად რომ გავაკეთოთ, მიღებული თუ იქნება, აი მაგალითად, ჩემო ალლაჰო, განვიზრახე შუადღის ლოცვის ფარძის შესრულება, დავდე ყიბლისკენ, ყიბლის მიმართულებით, ალლაჰუ ეკბერ. არ ვიცი ვინ დაწერა. ნახეთ ახლა. კი ბატონო, ჩვენთან ნამაზების სახელები თურქულად არის გავრცელებული, საბაჰ ნამაზი, ევლა, იქინდი, ახშამ ნამაზი, იასი. ამის ნაცვლად შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, დილის ლოცვა, შუადღის ლოცვა, სამხრობის ლოცვა, საღამოს ლოცვა, ან ღამის ლოცვა, ან ძილისწინ ლოცვა. ზოგიც არაბულად ამბობს. ეს დიდი პრობლემა არ არის. ვისაც როგორც ეადვილება, როგორც ენა მიჩვეული აქვს, ისე იტყვის, პრობლემა არ არის. ვისაც უნდა რომ ქართულად თქვას, იტყვის ქართულად, არც ეგ არ არის პრობლემა. თავარი რა არის? თავარი ის მიზანი შესრულდეს, რაც არის. ნიეტთან დაკავშირებით, ადრეც ბევრჯერ მითქმი, ახლაც ვიტყვი, რომ ნიეთის ენით თქმა არ არის აუცილებელი, მთავარია ნიეთის, სწორი ნიეთი გქონდეს გულში. ანუ გააზრებული გქონდეს, რომ ჩვენ რას ვაკეთებთ. ისე შემთხვევით კი არ უნდა მოვხვდეთ ყიბლისკენ. გააზრებულად უნდა დავდგეთ ყიბლისკენ. შემთხვევით კი არ უნდა დავეშვათ დაბლად, გააზრებულად უნდა გავაკეთოთ სეჯდე. და ასე შემდეგ. კიდევ აქ ბოლოში ალლაჰუ ეკბერ. არ ვიცი ვის უწერია. ჩვენი გამჩენელი სახელი არის ალლაჰ. არავით არ შემთხვევაში ელლაჰ. ელლაჰ ჩვენ არ ვიცით რა არის. ალლაჰი არის. ეს შეცდომა ხშირად არის ჩვენ საზოგადოებაში და აქაც დაწერილშიც გამომჟღავნდა ალლაჰუ ეკბერ შეცდომა არის. რას ვამბობთ ამით? ალლაჰი დიდია. როცა ვამბობთ ალლაჰუ ეკბერ, გამოდის ელლაჰი დიდია. ელლაჰი ვინ არის? მისი სახელის დამახინჯება არის ჩვენ მისი დიდების გამო მადლს ვიმსახურებთ. მაგრამ თუ ვამახინჯებთ მის სახელს, სახელის დამახინჯებაში ვინმე დაგვაქებს, ვინმე მადლს დაგვიწეს და გვაჯილდოებს, არა. ამიტომ გავითვალისწინოთ და გავუფრთხილოთ.